კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში უწყების ხელმძღვანელმა კულტურის სტრატეგიის საკოორდინაციო ჯგუფის წევრები წარადგინა. აღსანიშნავია, რომ რეგისტრაცია სულ 34-მა მსურველმა გაიარა. ჯგუფის წევრები კულტურისა და შემოქმედებითი სექტორიდან შეირჩნენ. ისინი სამინისტროს კულტურის სტრატეგიის დოკუმენტზე მუშაობის პროცესში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ. საკოორდინაციო ჯგუფის საქმიანობას უწყების კულტურის პოლიტიკის სამმართველო წარმართავს. სტრატეგიაზე მუშაობის შედეგად ორი დოკუმენტი მიიღეს. გრძელვადიანი და მოკლევადიანი სამოქმედო გეგმა, რომლებსაც 2015 წელს საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს. სამინისტრომ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც აღარ მოხდა გადარჩევის პროცესი და პრაქტიკულად ყველა იმ ადამიანს, ვინც საკუთარი აპლიკაცია გამოაგზავნა მხოლოდ მოტივაციის წერილთან ერთად და რეკომენდაციასთან ერთად, ყველა ეს ადამიანი მიღებული იყო და გაწევრიანებული იყო საკოორდინაციო ჯგუფში. როგორც ევროკავშირის თანამშრომელი, უბრალოდ საერთაშორისო შესაძლებლობების შემოთავაზებას ფარგლებში აქ ვარ ჩართული. მე მგონი უფრო მნიშვნელოვანი არის არასამთავრობო სექტორის კულტურული აქტიორების აქტიური ჩართვა ამ შედეგების განხილვისა, რომელიც მოგროვებული არის საჯარო განხილვის პროცესში.